ჩვენ სწრაფად მოვექცევით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების სიაში. ამისაც უნდა გადავდგათ რამდენიმე ნაბიჯი. ნაბიჯი პირველი. უნდა აღვადგინოთ სტატუს quo. ტელეკომპანია იმედმა უნდა შევიკრიბოთ, ყველანი ვიცმუშაოთ და დავარბიოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. მერე შევრიგდებით. და გავაგზავნებთ როგორც იყო. წარმოიდგინეთ სურათი რა ხდება. მარინკა ღარიბაშვილი და დიანა ტრაპაიძე შედიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში. ვანო მერაბიშვილი ზის მაგიდასთან ესე ბლოკნოტს ხურავს, ზემოთ იხედება და ამბობს: "მოვიდნენ." დარბევაზე გამახსენდა, აღმოჩნდა, რომ 7 ნოემბრის მერე ყველა სპეცრაზმელი არ გასულა ტელევიზიიდან. ხო, არ გასულა და ერთ-ერთი მათგანი დარჩა ტელევიზიაში. დარჩა დაიმალა იქ რაღაც ოთახში. მე ნელა გამოვიდა. გაშინაურდა ნელა, გაიცნო ვიღაცები. რაღაც დაასაქმეს და უკვე ეთერშიც გამოჩნდა. აი იმაზე ვიძახე რა, 8 რომ იყავს. კარგი, დაუბრუნდეთ რეფორმებს. ერთ-ერთი შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს, რომ ტელეკომპანიამ ზეს უნდა დავუბრუნოთ საინფორმაციო სამსახური. სიტყვა დაუბრუნოთ შემთხვევით არ მithქვამს. ჩვენ ტელეკომპანია იმედმა უნდა დაუბრუნოთ ზეს საინფორმაციო სამსახური. სამაგიეროდ ჩვენ საინფორმაციო სამსახური უნდა დაგვიბრუნოს ქრისტიან დემოკრატიულმა პარტიამ. კიდე ერთი ნაბიჯი სიტყვის თავისუფლებისაკენ არის, რომ ხალხმა უნდა იცოდეს, რომელი ტელევიზიის მეპატრონე ვინ არის. ნუ იმედის შემთხვევაში დაველოდოთ და სასამართლო გაარკვევს. სხვა ტელევიზიების შემთხვევაში აბსოლუტურად გაურკვეველია. მე დავინტერესდი, რომ გამეგო ვინ არის ვისი მეპატრონე, დავიწყე ამბანის მიხედვით ალანიათი. 2 კვირაა ვარკვევ და ჯერ მეპატრონე კი არა. ეს ტელევიზია სად არის ისიც ვერ გავარკვევ. ცალკე საკითხია მუსიკალური არხები. უყურებ ტელეკომპანია პირველ სტერეოს და კლიპების პათოსი არის ისეთი, რომ ომი მოვიგეთ. მაგრამ ამ კლიპების ხარისხი და სიმღერის შესრულების მანერა არის ისეთი, რომ წანისის ომი მოვიგეთ. დიდგორის ომი მოვიგეთ. რამე ჩხუბი იყო. ქვეყანამ ასევე უნდა ვიზრუნოთ სპორტულ არხზეც. რომ კონდეს ქვეყანას ერთ სპორტული არხი. ნუ სასურველია მანამდე ვიზრუნოთ, რომ სპორტი გქონდეს. თორე ეხლა რომ სპორტული არხი გააკეთო, რა უნდა გავიდეს? დილით გავა ინტერვიუ საქართველოს ნაკრების მწვრთნელთან ფეხბურთში. მერე გავა საქართველოს ნაკრების თამაში ფეხბურთში. მერე გავა ინტერვიუ მწვრთნელობის ახალ კანდიდატთან. ნუ 3-ზე 6-ზე 9-ზე, კაი, ძიუდოს გავუშვებ, გაგვიხარდება. და თავარი ერთ-ერთი უმთავრესი ამ რეფორმებიდან არის, რომ ოპოზიცია უნდა დაუბრუნდეს ეკრანს. ხშირად უნდა გამოჩნდეს უფრო. ამისთვის არ არის საჭირო, რომ ცალკე გადაცემები მივცეთ მაგათ, უკვე არსებულ გადაცემებში დასაქმდებიან. და იქნება მაგალითად გაქცევა ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად. იგივე 8 კონსერვატიული პარტიის ყველა წევრთან ერთად. ოცდაოთხი კონსერვატიული პარტიის ყველა წევრთან და ყველა მხარდამჭერთან ერთად.
ხელისუფლებასაც უნდა კონდეს თავის გადაცემა, მაგალითად, ცხოვრება მშვენიერია ეკა ხერხეულიძესთან ერთად. ეს ყველაფერი არის იოლი გზა იმისკენ, რომ ეს რეფორმები გაკეთდეს სწრაფად. თორე არსებობს მეორე გზაც, რომელიც იქნება რთული, ძვირი და დროში გაიწელება. ამისთვის კავკასიას დასჭირდება მრავალმილიონიანი ტექნიკური გადაიარაღება. ტელეკომპანია იმეს დასჭირდება ახალი შემოქმედებით კოლექტივი და რუსთავიორს ერთადერთი რაც უშველის, ეს არის ადამდელი არჩევნები. გადაცემის შემდეგი რუბრიკა ინტერნეტიდან ახალ ამბებს, როგორც ყოველთვის შეაგროვებს და დღეს თქვენთვის მიმოიხილავს ირაკლი კაკაბაძე. გამემშვიდობის. გამარჯობა. აბა, დღეს რა თემა გვაქვს? დღევანდელ თემას სანამ გეტყვი, ერთ პატარა ისტორია უნდა მოგიყვე. გუშინ ადრე მოვედი სამსახურში. ადრე მოვედი 11-ზე ვიწყებთ მუშაობას და 5 რვა ყლდა უკვე სამსახურში ვიყავ. მოვედი და მარტო არ ოფისში არავინ არ არის და გაუბრაზდი სიმართლე გითხრა თანამშრომლებზე რა. 11-ზე იწყება მუშაობა. ცოტა ადრე არ უნდა მოხვიდე. აი ესე დავიძაბე ძალიან ცუდ ხასიათს დავდექით. ამ დროს დაცვა ამოვიდა და მეუბნება რომ ერთ-ერთი თქვენი თანამშრომელიო, ცუდად გახთაო, 10 საათისთვის 10-ზე გადმოუტანიათ ახლა მუშაობას იწყებთ. ხოდა. ცუდად გახთაო და აქვე სამონტყოფოში გადაიყვანესო და ცოტა მომეშვა. მომეშვა, მაგრამ გადავედი ახლა სამონტყოფოში ვინახული რა ხდება, როგორ არის საქმე და ექიმმა მითხრეს რომ არ არის პრობლემა, გადაიღალაო და თანამედროვე მეთოდები გვაქვს, ძალიან მალე გავწერთ რომ მაქსიმუმ 1 დღეშიო და ძალიან კარგია რომ მალე გამოვა. სამსახურში რომ მოვედი, ვიფიქრე რომ ჩვენთან თუ ესეთი სიახლებია მსოფლიო მედიცინაში ნეტა რა ხდება მეთქი და შესაბამისად დღევანდელი ნიუსების თემა იქნება სიახლეები მსოფლიო მედიცინაში. დავიწყოთ საფრანგეთით. ფრანგი ექიმები აცხადებენ, რომ კერდის ფორმით შესაძლებელია ქალის ხასიათის დადგენა. პრინციპში ხა პირიქითაც არის ეგ, ხასიათითაც შეიძლება კერდის ფორმის დადგენა. მაგრამ სიმართლე გითხრა, ზოგს ისეთი მკერდი აქვს, რომ ხასიათს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამერიკა არის შემდეგი, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიღეს უძილობის საწინააღმდეგო დასაძინებელი ფილმი. ანუ უძილობა ვისაც აწუხებს, უყურებს ამ ფილმს და ეძინება. ფილმი თვითონ ჩვეულებრივია, უბრალოდ ძალიან გრძელია. მეც ახლა უძილობა მაწუხებს, დავჯექი უყურე, ძალიან მომეწონა, კარგად ვთავრდება სხვათა შორის. უბრალოდ რა არის ეს ფილმის ბოლოს ტიტრები იწელება ძალიან. მომბეს და ესეთები გადავრთე მე სხვა ფილმს უყურე. შემდეგი ნიუსი არის ბრიტანეთიდან. ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცაციები უფრო მეტ ფულს შეულობენ, ვიდრე მემარჯვენეები. მართალია, მე დავეთანხმები ბრიტანელ მეცნიერებს. მე მყავს ერთი მეზობელი, რომელიც მემარჯვენეა, დურგალია და ფული არ აქვს. მეორე მეზობელი მყავს. ცაცია, ბანკის მმართველია და ძალიან ბევრი ფული. შემდეგი ნიუსი არის შვედეთიდან. შვედმა ექიმებმა გამოიკლიეს, რომ ქვებზე სიარული ინსულტის საწინააღმდეგოდ ძალიან სასარგებლოა. აუ ეხა ამ ინფორმაციას რო გაიგებს ჩვენი ოპოზიცია, რატო დააგეთ გზები, თქვენ ჩვენი სიკვდილი გინდა? შემდეგი ნიუსი არის გერმანიიდან. გერმანელმა ექიმებმა გამოიკლიეს, რომ მობილური ტელეფონი აფუჭებს ბჟენს. ქართულად რო პლომბს ვეძახით კბილს. აფუჭებს.
ну პრინციპში მართალია. ეხლა კლავიატურა არაფერი რო ჯამკბილებს არაფერი რა, მაგრამ აი ელემენტები ნამდვილად აფერი. იაპონელებმა, შემდეგი ნიუსი იაპონიიდან, იაპონელებმა გამოიგენეს ხელსაწყო, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სიზმრების ჩაწერა. მართლა გამოიგონეს ესეთი ხელსაწყო, ну ეს ხელსაწყო სასწრაფოდ შეიძინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. და ეხლა სიზმრებშიც რას ვფიქრობთ, ისიც ეცოდინე. ამერიკელმა ექიმებმა, შემდეგი არის ამერიკიდან ნიუსი, ამერიკელმა ექიმებმა დაადგინეს, რომ დიდხანს ზილი საშიშია ჯანმრთელობისთვის. მეც ვეთანხმები, იმიტომ რომ დიდხანს თუ გძინავს გრძელი სიზმარი გესიზმრება, მერე დაგიმონტაჟებენ. კარგად მეყოლე. და ბოლო ნიუსი დღეისათვის არის ბრიტანელი ექიმი ამტკიცებს, რომ შეუძლია ადამიანს გაუზარდოს ნებისმიერი მეორე სათადარიგო ორგანო. ამას ამტკიცებს კაცი. ამაზე არანაირი კომენტარი არ მაქვს პრინციპში, მაგრამ უბრალოდ მინდოდა რომ თქვენც იგივე გაგეფიქრებინათ, რაც მე გავიფიქრე ეს ნიუსი. ეს იყო დღეისათვის ინტერნეტ ნიუსები. დიდი მადლობა. დღევანდელი ჩვენი განაცემის მომდევნო რუბრიკა არის როგორც ყოველთვის ყველასათვის ნაცნობი თამაში ტვინების ომი. დღეს შემოგთავაზებთ ფინალს, ვეღირსეთ ნანატრელ ფინალს. ერთმანეთს ხდებიან ირაკლი და ნინო. ვიწყებთ ფინალურ შეხვედრას თამაშისა ტვინების ომი. დღეს გამარჯვებული მიიღებს 1000 ლარს და თუ ამ 1000 ლარს დავამატებთ იმ 300 ლარს, რაც მან მიიღო ნახევარფინალის მოგების დროს და იმ 150 ლარს, რაც მოიგო მეოთხედ ფინალის მოგების დროს, ეს თანხა შეადგენს 1450 ლარს. დღევანდელ თამაშში დამარცხებული მიიღებს 400 ლარს. მზადა ხართ ამ ხელად? დიახ. თანხისათვის იბრძოლოთ. კარგი, მე შეგახსენებთ თამაშ წესებს. თამაშ წესი ფინალში უცვლელია. სწორ პასუხზე მიიღებთ 2 ქულას. არასწორი პასუხის შემთხვევაში ქულას ვერ მიიღებთ. იმ შემთხვევაში თუ ორივე მონაწილეს პასუხი არის არასწორი, ერთი ქულა მიენიჭება მოთამაშეს, რომლის პასუხიც მაქსიმალურად მიახლოებულია სწორ პასუხთან. პასუხი არ ვიცი, არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის ტვინების ომი. მაშასე მზადა ვართ? კი. დავიწყეთ. პირველი შეკითხვა. რომელი მწერლის ნაწარმოებში გვხვდება პერსონაჟი ილარიონ შევარდნაძე? აბა, ნინო. რას გეუბნება ეს სახელი და გვარი? ეს შევარდნაძე რაღაც. შენ გონი არც გჯერა რომ ეგეთი პერსონაჟი არსებობს. კაი, მაშინ ილარიონა შევარდნაძე, ასე ხო არ გეუბნება რამეს? რა? შენ ირაკლი რას ფიქრობ? მერაბ კოსტავა? მერაბ კოსტავას ნაწარმოები მითხარი, აბა რომელი? სათაური? რას წერდა მერაბ კოსტავა? ლექსებს და აი ილარიონ შევარდნაძე რომელი ლექსი შეიძლება იყოს გამოყენებული? რა შეიძლება იყოს ილარიონ შევარდნაძის რითმა, რა შეიძლება იყოს? შენ რას ფიქრობ, ნინო? კონსტანტინე გამსახურდია. კონსტანტინე გამსახურდიას რომელი ნაწარმოები შეიძლება იყოს ილარიონ შევარდნაძე? ეხ დიდოსტატის მარჯვენაში არის. კაი, რაღაც დარჩა. თუ არის მოტაცება, იონისეს ღიმილი, დავით აღმაშენებელი, რომელიც შეიძლება იყოს აქ. ვიცი, ერთ-ერთი იქნება. კაი, ეხლა მე დაგეხმარებით, ეს ილარიონი ფიგურირებს ნაწარმოების სახელში. ილიკო და ილარიონი? ხო, შეიძლება ნოდარ დუმბაძის. ნოდარ დუმბაძის რა ნაწარმოები? ლებები ილიკო და ილარიონი. ილიკო და ილარიონი. ანუ, რას პასუხობ ნინო? ნოდარ დუმბაძის. ორივეს ეგ პასუხი გაქვს? შევთანხმდით? კარგი, სწორი პასუხია ნოდარ დუმბაძის მეფებია ილიკო და ილარიონის პერსონაჟია ილარიონ შევარდნაძე. თქვენ ორი ქულა გამოიცანით. შემდეგი შეკითხვა. გაშიფრეთ აბრევიატურა DST. დემოკრატიული სახელმწიფოების თანამეგობრობა.
დემოკრატიული სახელმწიფოების თანამეგობრობა. ხო არ გახსოვს რა ქვეყნები შედიან მაგ თანამეგობრობაში? არა. არც ერთი ქვეყანა არ გახსოვს? ეხა იგივე რო იხსენ. ირაკლი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა. და თქვენ ჩვენ ქვეყანა გამოსულია. გამოსულია? კი. სწორი პასუხია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, ორი ქულა ირაკლის. შემდეგი შეკითხვა. ვინ არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი? მოდი აქედან დავიწყოთ ნინო. გყავს საერთოდ პრემიერ-მინისტრი? გყავს. რა ევალება პრემიერ-მინისტრი? ირაკლი, რა ევალება პრემიერ-მინისტრს? მნიშვნელოვანი განწყობილების მიღება. ბატონო, მაგრამ ეგ ბევრი უნდა თავრობის ხელმძღვანელია. თავრობის ხელმძღვანელია, მართალია. ვინ არის ჩვენი თავრობის ხელმძღვანელი? გურგენიძე იყო და ეხა არ ვიცი ვინ არის. ირაკლი, ასე თქვი, ვინ არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი? გურგენიძე მაგმეცი, მაგრამ ახალი დანიშნულია როგორც ვიცი. პრემიერ-მინისტრები ვინ გახსოვთ საქართველოს? პრემიერ-მინისტრი რომელი ადამიანია ქვეყანაში? რო ავიღოთ ნუმერაცია მნიშვნელოვანი ადამიანების. ანუ რომელ ადგილზე, რომელი პირია ქვეყნის? მეორე. მეორე? შე როგორ მეორე. მეორე. ანუ თქვენ არიცით ვინ არის საქართველოს მეორე პირი? ხო, ამის თქვა გინდა. არ ვიცი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახლავთ გრიგოლ იგივე გეგამ გალობლიშვილი. თქვენ არ გქონდათ არც სწორი პასუხი და ახლა პასუხიც არ გქონდათ, ასე რომ 0 ქულა ორთავეს. შემდეგი შეკითხვა. რამდენი მეტრია დედამიწის ყველაზე მაღალი მწვერვალის ევერესტის სიმაღლე? აბა, ის მეტია. 8848. 8848 რა. კილომეტრი. მეტრი. ნინო. თავითანხმები. ამიტომ არც მეტია, ეგრე ზუსტად ეთანხმები, ხო? ერთეულში ეთანხმები? 90. 90 რა. მეტრი. 8890 მეტრი, რამდენი კილომეტრი? 80. 80 კილომეტრი არის. ცაში აჭრილი? არა. აბა, რამდენი კილომეტრი? არ ვიცი. რამდენი კილომეტრია? 8848 მეტრი. 8 კილომეტრი, 800 მეტრი და 48 სანტიმეტრი. 48 სანტიმეტრი ბოლოში. კარგი, სინამდვილეში ევერესტის სიმაღლე არის 8848 მეტრი. რაც არის 8 კილომეტრი და 848 მეტრი. და არ არის 8 მეტრი და 48 სანტიმეტრი. მაგრამ სწორი პასუხი არის ირაკლისი. მინუს ქულა არ აქვს. შემდეგი შეკითხვა. ვინ არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი? ვინ მეტრეველი? ვინა? მეტრეველი. ვინ მეტრეველი? საიდან იცი რომ ვინ მეტრეველი? აბარებდი მან. როგორ ფიქრობ, ვინ არის ეთანხმები? სინამდვილეში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორია გია ხუბუა. თქვენი პასუხები არ არის სწორი, არც მიახლოებული და როი მეტრევსა და გია ხუბუას შორის კიდე იყო ერთი რექტორი შუაში. 0 ქულა ორთავეს. გადავდივართ შემდეგ შეკითხვაზე. ვინ ახატია 5 ლარიან კუპიურას? ფალიაშვილი. ვინ ფალიაშვილი? ზაქარია ფალიაშვილი. შენ რა ფიქრობ ნინო? თავითანხმები. სინამდვილეში 5 ლარიას ახატია ივანე ჯავახიშვილი და თქვენ ამჯერადაც 0 ქულა. შემდეგი შეკითხვა ყურადღება მონიტორზე. რომელი ფირმის ლოგოს ხედავთ ეკრანზე? ისმენთ ირაკლი? მანქანის ლოგო. რა მანქანა? Volkswagen არის, ეგეთი ლოგო აქვს? ჩემი ვერსიას. Volkswagen. ნინო.
ეხლა უნდა მოიკრიბოთ ყურადღება. თქვენ თამაშობთ 1000 ლარზე. Volkswagen-ი ამტკიცებს ირაკლი. თუ არ გადაიფიქრა. შენ რას ფიქრობ? Ford-ს ვიტყვი. მაშინ Ford-ი ხო? აი ბატონო, სინამდვილეში ეს არის ლოგო ვაზის. ვაზი ეს არის ვოლსკის ავტოქარხანა, რომელიც აწარმოებს ავტომანქანებს ვაზ 2102 და შემდეგ და ეს უფრო Volkswagen-ია თუ უფრო Ford-ი? ამ შემთხვევაში ვიხელმძღვანელოთ იმით, რომ ამერიკა უფრო ახლოა რუსეთთან, ვიდრე გერმანია. დედამიწის მეორე მხრიდან თუ გავხედავთ, ამერიკა არათუ უფრო ახლოა რუსეთთან, არამედ პირდაპირ მეზობელია. სულ პატარა სრუტე ყოფ. და ერთი კულა Ford-ის ავტორს, ანუ ნინოს. და ყურადღებით ბოლო კითხვა დღეისათვის, რომელი ქვეყანა შედის Benelux-ის ქვეყნებში, ბელგიასა და ლუქსემბურგთან ერთად? სამი ქვეყანა სულ. სამი ქვეყანა Benelux-ი. B არის ბელგია, Lux-ი არის ლუქსემბურგი. რა არის ნი? ნიდერლანდები. რა? ნიდერლანდები ანუ დანია. ნიდერლანდები ანუ დანია. რას გვეტყვის ნინო? ნი არის ნორვეგია? ნიდერლანდები ანუ ჰოლანდია. თუ ჰოლანდია. მეორე ნიდერლანდები არის იგივე ჰოლანდია. და დანია რა არის? ქვეყანა. შენ პასუხია რომ Benelux-ის ქვეყნებში ნი არის ნიდერლანდები? ნინო შენ პასუხია? ნორვეგია. სწორი პასუხი არის Benelux-ის ქვეყნებში ბელგიასა და ლუქსემბურგთან ერთად შედის ნიდერლანდები. ორი კულა ირაკლის და დღევანდელი თამაში მოიგო ირაკლიმ და მოიგო 1000 ლარი და გახდა ტვინების ომის გამარჯვებული. გილოცავ? ნინო გილოცავ, შენ კარგად ითამაშე მთელი ჩემპიონატის მანძილზე და დღეს შენ მოგეცემა 400 ლარი. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ტვინების ომის მომავალ სეზონში. მომავალ შეხვედრამდე. ხუთი კვირა გავიდა უკვე. ხუთი კვირა, ეს არის ერთი თვე და უფრო მეტი. რა ეკონომიკური კრიზისია ეგეთი, რომ მარკის ფული ვერ იშოვა პრეზიდენტმა. არ ვიცი, რა ვიფიქრო, ეგეც აღარ ვიცი. ცუდი რაც იყო, ყველაფერი ვიფიქრე. უფრო ცუდი რაც იყო, არ მინდა ვიფიქრო. როგორ ახარ? რა ხდება, არაფერი არ არის? არ მოსულა? არ მოსულა. არც სარკოზისგან? არც სარკოზისგან. მე მგონი ტყუილა ველოდებით. რატო? არც ევროპას, არც ამერიკას აღარ ვჭირდებით, აღარ ვაინტერესებთ. დავრჩით ასე მარტო. არავის არ ვაინტერესებთ? მარტო დავრჩით? ამოიღე ფურცელი. ამოიღე. გამომართი კალამი. დაიწყე. პირდაპირ. დიდი რუსეთის მე არ დავწერ მაგას. აბა რა ვქნათ? მაგრამ როცა აღარავის ჭირდები სხვა. დიდი რუსეთის მმართველს ვლადიმერ პუტინს. მოიცა პრეზიდენტ მედვედევიან. პრეზიდენტი კი? იცი როგორ დავწერ? დიდი რუსეთის პირველ პირს პრემიერ-მინისტრ პუტინს. კარგია. კარგია, მაგრამ რა არის, იცი, აი ამას რო წაიკითხავს, უნდა მიხვდეს, რომ ჩვენგან არის ქართველებისგან ეგ წერილი. მაშინ დიდი რუსეთის პირველ პირს პრემიერ-მინისტრ პუტინს. კარგია, მაგრამ ეს პუცინი სწორია? სწორი ფორმა?
ნუ ვაკო ავალიანის ვერსიით სწორია. იმარ რუსებს რო წ არა აქვთ. მაგათ რას გაუგებ? ეგრე ტერიტორიებიც არ უნდა წაერთმიათ, მაგრამ კარგი. შემდეგ ერთ წერთ პატარა საქართველოსდან. პატარადან? ვა, რამდენი რამე მომდის თავში, მაგრამ ვერ დაწერ. ეხლა როგორი რაღაცა გვინდა, იცი, ისეთი რაღაცა უნდა მივწეროთ, რომ მიხვდება რომ ჩვენგან არის არ მოისროლოს. ეს წერილი და არ გადააგდოს. კი. დაწერე? ჩვენ არ გვიყვარს ბუში. ყო დაინტერესდება. კი ბატონო, ჩვენ არ გვიყვარს ბუში. როცა ჩამოსული იყო, ხელყუმბარა ვესროლო. მაგრამ არაფეთქდა. ისე იმას უყურე? ეს ერაყელებით მაგარი ტიპები არიან. რა, ხელყუმბარა ვესროლეთ არაფეთქდა და ის ფეხსაცმელი აფეთქდებოდა. აქნან იმათად, რაც აქვთ ის ესროლეთ. ხო. ეხლა რა იცი, უნდა გავამართლოთ რაღაცნაირად, რომ აი ესეთი ცუდი ურთიერთობა რო გვაქვს, აი რაღაცით უნდა გავამართლოთ. კი ბატონო, აქ ეხა ფაქიზად უნდა მივწეროთ. დიდი მადლობა. რომ ნაბიჯი გადმოდგით ჩვენკენ და თბილისში ჩამოსვა გადაწყვიტეთ. სამწუხაროდ ევროპელმა ლიდერებმა თქვენი ეს ინიციატივა შეაჩერეს. არადა მთელი საქართველო თბილისში ვიყავით შეკრებილი პარლამენტის წინ. როგორ გელოდებოდით? ეხლა კიდე ერთი ორი სიტყვა გვინდა, ჩვენ ძალიან გვიყვარს რუსული ენა. იმდენად რომ ჩემპიონთა ლიგას ყველანი NTV ფუტბოლზე უყურებს. ამ ყველაფერს მე რამე ისეთი გვინდა რომ ესი ამოვნოს. ეგ თუ გინდა არ მიწეროთ, რამე საჩუქარი გაუგზავნოთ. საჩუქარი რა გაუგზავნოთ, ეხლა ბორჯომს და ღვინოს ეგენი არ იღებენ პრინციპში და დანარჩენი რაც უნდათ კი წაიღეს თვითონ. მაშინ მივწერო სანტექნიკის ახალი პარტია მივიღეთ. გითხარით ადგილ და იქ მოგიტანთ. დიდი ამბავი არ არის საჭირო მაშინ. ეხლა რაღაც ისიც უნდა მივანიშნოთ, რომ არ ეგონოს, რომ ძალიან ისეთი წერილია, რომ ჩვენს გარეშე რომ ძალიან გაუჭირდება, ეგეც გვინდა აუცილებლად. კი. ეკონომიკური კრიზისის ნუ გეშინიათ. კარგია. დედა თქვენს კასპში პენსია გაუზარდეთ. კარგია. კიდე რა მიაწერი, იცი? სხვათა შორის ჯეოსტარში სუხიტაშვილს უმესიჯებთ. ისის თქვენსავით ქართლიდან. მე მგონი თბილი წერილი გამოგვივიდა. კი, კი. ეხლა მოკითხვა დიმიტრი ანატოლიძე მედვედევს. კარგია. დარწმუნებული ვარ ამ წერილს ის გიკითხავთ. მოიცა რატო უკითხავს ეხლა ვითომ მედვედევი? რაღაც ხო უნდა აკეთოს იმანაც. ხო, მართალია. მიაწერე ირაკლი და გიორგი. ირაკლი, გიორგი. ბატონო, შეგიძლია მიაწვდინო. უსიმართლე გითხრა, ეხლა ეს წერილი რომ მიჭირავს, ალბათ ზუსტად ისეთი გზნობა მაქვს, ერეკლე მეორეს რო თავის დროზე ქონდა. მაგრამ წარსული შესწავლით ხო არ გავიმეორებ გიორგი. დაველოდოთ, დარწმუნებული ვარ ობამას პასუხი მოვა. მადლობა. ევანდელი პრესის მიმოხილვით როგორც ყოველთვის წარმოგიდგენთ გიორგი ჯანელიძე.
ირაკლი ვახტანგიშვილი, დავით ლაბაძე და ირაკლი გადაბაძე. რა ხდება რა ამ კვირაში რა ამბავია? ჩარჩო ხელშეკრულებაზე წერენ ბევრს. წერენ რუსები, რომ ეუთოს აღარ შეუშვებენ სამხრეთ ოსეთში. ჩამოვიდა ის როგორც იქნა ალასანია. აქაც ჩემთან ჯერ ანდებში ისვენებ. ეთყობა შეიძლება ცოტა ძველი გაზეთია. ან ჩვენია ძალიან ახალი. მე მგონი შემდეგი კვირის არის, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ნახსენები. ჩამოვიდა და პირველი განცხადებაც გააკეთა. და გოიძახნენ რომ ეგ ჩამოვა და ისეთ ზომიერი და ფრთხილი პოლიტიკოსია და ნახე რა ფრთხილი განცხადებაა. ამ პროვოკაციულ ომში საქართველოს ჩაბმის პასუხისმგებლობა ქვეყნის პრეზიდენტს ეკისრება. ნახე რა ფრთხილია, რომელი პრეზიდენტია კი არ ამბობს. რომელ პრეზიდენტს ეკისრება? ნახე ამერიკული სკოლა მაინც სხვა არის. უფრო ფრთხილი არის, ქვეყანასაც არ აკონკრეტებს, ნახე. კი, აბა აქ რო ბივარდებიან ხოლმე რა. ნახე. ამის ბრალია, იმის ბრალია. ვერასოდეს გავიზიარებ იმ აზრს, რომ გაზაფხულზე კიდევ ერთი არჩევნები დაინიშნოს. თუ ვინ აცხადებს? გია თორთლაძე. გაუტკბა იქ ხო? მაგასაც უსწავლია, წელს კი არ ამბობს. გაზაფხულზე. ალასანია ჩამოვიდა ჩვენი ხელისუფლება რა შვება, ნახე. გრიგოლ ვაშაძე აზერბაიჯანს ეწევა, იულონ გაგოჩიძე სომხეთში გაემგზავრა. ამათმა გაასწრეს. ნახე ედუარდ შევარდნაძეს რა მაგარი გეგმები ქონია. ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტი არც ბურჯანაძე გახდება და არც ალასანია. სერიოზული განცხადება. რა გვინა მართალია ეხლა ახალი პრეზიდენტი? ისევ ძველი. მაგაზია ნათქვამი, ახალი კარგად მივიწყებული ძველია. ვის შეხვდა მოსკოვში და რაზე ესაუბრა გოჩა ფიფია. ვის შეხვდა არ ვიცი. რაზე ესაუბრა დაახლოებით ეგეთ საუბარი იქნებოდა. უკაცრავად ქალბატონო მაქს ვიტრზე ბოლო ფასი რა მითხარით? და ის ქალბატონი კითხავს, "Что?" დაიწყო საახალწლო ციებ-ცხელება. სადარაფასად იყიდება საზეიმო სამოსი, თოვლის პაპა, ნაზვის ხე, ჩიჩილაკი და სათამაშოები. ახლა სნეგუროჩკაზე კი არაფერს არ წერა. ახალი თაობის 2 ნომერი ვიპოვე. და ძალიან საინტერესო რაღაცას დავაკვირდი. აბა, ორივე ნომრის მარჯვენაზე და კუთხეში არის სოსო შატბერაშვილის სურათი. და რაღაცას ამბობს სააკაშვილზე. აქაც და აქაც. ალბათ რა არის ეს, იცი ხა დავფიქრე. ესეც 50 თუ შეაგროვებ, მე მაგნიტოფონს იგებ. კი და თვითონ მოიგებს. ან შეიძლება გაზეთის ლოგოა ეგ. კაია რომ გამოჩნდა, წინა კვირაში არ ჩანდა თითქოს. ეკყიდის მაგ გაზეთს რო იცი. ნახე, მიირთვით ლუდის ესკიმო. ო, ვაშინგტონში ვიღაც გამოუგონებია გაყინულ ლუდს ყიდიან რესტორანში და პირველად თურმე ბოთლი გაეყინა. და ესე მიაგნო ამ რეცეპტს რა. ზარეული არის ვიღაცა.
ძალიან გემრიელიო, სხვათა შორისო აღნიშნავს ხალხი. ზაფხულში ისე კაი ესკიმოს არაფერი არ ჯობია. მენაყინე რომ მოდის და ბავშვები და ლოთები რო ერთმანეთს ასწრებენ. ლოთი რო დედა 20 კაპიკი გადმომიგდა. ძალიან ცუდად ავარდა, ძალიან. და ისა კუჩაში რო ხვდებიან ბიჭები ვართ რა 10 კაპიკი გვაკლდება ნაყინზე. სადმე რო არიან კუთხეში იქით თევზი და ნაყინიც. ხო ერთი სული. და სადღეგრძელოები ნაყინით იყვნენ. და ცოლი რო ეჩქოება ხმარს კიდე დათოე და კიდე ჩაგიწყდა ხო ხმა? ეს რა ვიპოვე? როგორი უნდა იყოს გიორგი ჯანელიძის მოსაწონი გოგო? მოიცა დავდო. მოიცა. გიორგი როგორიც გინდა ისეთი იყოს, თავია თქვენ გიყვარდეთ ერთად. შენი ახლობლები როგორ დამლოცავენ ახლა გაიხარე შენი ხარ ოჯახში ეგება მეგობრებს მაინც დაუჯერე მე ვიპოვე აქ უფრო მაგარი უგეშინია ჩვენზე არა ვინ აკლია დღევანდელ პარლამენტს ეკითხებია კახა ზაგანიას რომელიც არის პარლამენტის წევრი და არ დადის პარლამენტში. თავის სიაში მე-9 ტყავს შეყვანილ თავისი თავი. ანუ იცის რომ აკლია, მაგრამ არ დადის. ძველი თოვლის ბაბუა ახალი ჩაანაცვლეს. ანუ გადააყენეს. მინისტრები გადააყენეს და დიდი ამბავი. მაგთოვლის ბაბუას ეხა ელჩად გაუშვებენ. ამის ადგილას დანიშნავენ ეკა ტყეშელაშვილს. ხო, ნახე დოქტორი ტილებში ფულს იხდის. რაში? ტილებში. ვიღაც ბრიტანელი არის, რომელიც ტილებზე გამოკვლევებს ატარებს, უკვე ხო კარგია. ვინ ტილებს მიუყვანს 20 ტილს თუ მიუყვანს, თითო ტილში 20 გირვანქა სტერლინგს გადაუხდის. ვითომ შევეშვა ტელევიზია? ვა, ვიღაც გოგონამ ნახე. რატო შეგიძლია შეუთავს? პრინციპში თქვენ რა გენახულება და მე და გიორგი. მადლობ. იმუშაოს, ჩვენ ვერ გადმოგვდებს მედაში. ცოტა ფული მასეს ხედა, აჰა. რამდენი გინდა და? ჩვენი ბედი რო ვიცი ქართული ტილი უხარისხო გამოჩნდა. შეიძლება აგეთ ვალებში გადავალ. ეკი მიიტყვით რა ხალხია ტილები გადმომდნენ. თან საბაჟოზე დაგბეგრავენ. აბა თან ჩვენ ახლა ბიზნესი თუ აგორდება, მე რა იქნება ჩამოტანა და წაღება და და ეგ რა არის ხა? ეგ თუ მევაჟებმა წაიკითხეს, ტილიანი თუ გადადიხარ, ფაქტურად კონტრაბანდისტია. ამ მტკიცე რომ ეს სიმბიოზია შენ და ტილებში. და ვიღაც ძალიან გრძელი თმევით რა აუ რა ფული მიიღო.
ისე როგორ შეიძლება რაღაც ტილების რაოდენობა დეკლარაციაში ჩაგაწერია 2000 ტილზე მეტი უკვე და თავს რო იმართლებ არა ჩემთვის მინდა და ბანკში რო გინდა კრედიტი იქავსებ რა რაღაც მანქანა მყავს რაღაცა ვარ ტილიანი სასტრაფოდ გიმკიცებ ქვეყნის სტრატეგიული პროდუქტი რო ხდება ტილი საქართველოს შავი ოქრო ესე ნავთობს ადენებს და რაღაცას მაგ პროექტებს დახურავენ და ერთ ბეწს გაჭიმავენ გაუშვენ ტილებს რუსული ფინავი მაკრატელი შემო რომელ ქვეყანაშია ეგა თავარია ბრიტანეთამდე ჩავიდი მე ტილსადენს ბაქო თბილისი ლონდონი მაგარია კომართელი რო ტილზე ბაქო ტილების ტრანსპორტირებისთვის კიდე ცალკე ფულს ავიღებ სომხები თქვენ ჩვენი იდეა იყო და იბრძოლე მე რა სომხეთზეც გაიგარა თავებს გამოყვა ალიევი იტყვის მე სომხეთზე ჩემ ტილებს არ გავატარებ თვალები ეკონომიური კრიზისი. კი და ისა პუტინმა ევროპას ტილები გაუძვირა. და იქიდან რომ ეს ტილები არ უნდა იყოს პოლიტიკური პოლიტიკური ვაჭრობის საგანი. მერე ისტორიკოსები იტყვიან ამ გზას ოდითგანვე აბრეშუმის გზა ერქვა. აბრეშუმს მიყვებოდა ადრე ტილიო ლონდონამდეო. მაშინ იყო სადესაც იყო სადენიო. გაგიჟდები. ეს გამოთქმა ხო გაიგია? სიყვარულს მანძილი არ ცოდნია. ესეთი სათაური თუ გაგიგია, გაუპატიურებას მანძილი არ ცოდნია. წარმოსადგენად ცოტა რთულია. რა რომანტიულია? რას მორბოდა? აგერ ქალი დაუჭერია წევლისთვის. 2-დან 4 წლამდეა თურმე. რა მიაწყევლა? 2-დან 4 წლამდე სასჯელი არის თუ ქალი 2-დან 4 წლამდე? 60 ადვოკატი იცავს. ეტყობა, ვინც მე არ დამიცვასო თქო. რაღაცა იცის ისე. ეს მე ვსუნთქავ ესე? ეკიმთან უნდა მივიდე. რაღაც ჩემი სუნთქვა არ მომწონ. თუ გამოგიწერა ტილები მე. ნახე რა მაგარი ფრაზა წერია რა ქართული ენა რამდიდარია. დოლართან შედარებით ლარი ევროს მიმართ უფრო მეტად ეცემა. ხო, დოლართან შედარებით. ოღონ ევროს მიმართ. ლარი. რო ეცემა ეს უკვე კაია. არა, ნუ ეცემა ხა ის სტანდარტულია, მაგრამ დოლართან შედარებით ევროს მიმართ
ხახნო, როგორ ფიქრობ? თავდება 2008 წელიდან. რა დაგამახსოვრდათ ამ წლის პრესაში ყველაზე უფრო? რატო კიდე გვაქვს ერთი 2 დღე? ჩემი აზრით, ეგეთი შთაბეჭდილება დამჩარო ძვირია. კარგი შენიშნა, კოლეგა. ნუ მე დამამახსოვრდა პრესიდან Playboy რო გაიხსნა და მე რო დაიხურა. განსაკუთრებით დახურვა. ხო რა. არა, განსაკუთრებით შუა პერიოდია. მე რა დასკვნა გავაკეთე, იცი? უბრალოდ კითხვა გამიჩნდა. აი ამას უფასო თუ იკითხულობს რა. ისე რომ არ უხდია ამაში ფულს. ჩვენ კაი. მე შეხა დარჩი. მე რა გითხრათ აბა 2009-ის თუ გამოვიდა გაზეთები, კიდე შევხვდებით.